ბათუმმა ახლახანს საქართველოს ინტერვენციული, ენდოსკოპიური, ლაპარასკოპიული და რობოტული ქირურგიის ასოციაციის მესამე საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლა, რომელმაც რამდენიმე ასეული ქართველი და უცხოელი სპეციალისტი გააერთიანა. კონგრესის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო თბილისი მედიკი. ფორუმზე განიხილეს თანამედროვე ქირურგიის, რადიოლოგიის, ანესთეზიის და რეანიმაციის უახლესი მიღწევები. თუმცა წლევანდელი კონგრესის მთავარი მოვლენა საქართველოდან ინდოეთში განხორციელებული ტელერობოტული ქირურგიული ჩარევა გახდა. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი რობოტული ქირურგიისა და ტელემედიცინის განვითარების მიმართულებით. ჩვენს შესაძლებლობა გვაქვს მოვისმინოთ ამ ექსპერტების და ექიმების შეფასებები, ვინც თავად ესწრებოდა ამ კონგრესს. ბათუმმა საქართველოს ინტერვენციული, ენდოსკოპიური, ლაპარასკოპიული და რობოტული ქირურგიის ასოციაციის მესამე საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლა. ფორუმმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერიც კომპანია თბილისი მედიკი იყო, რამდენიმე ასეული ქართველი და უცხოელი სპეციალისტი გააერთიანა. თბილისი მედიკის აქტიური ჩართულობა ასეთ პროცესებში ჩვენი ფასეულობების პირდაპირი გამოხატულებაა. ჩვენი მთავარი ღირებულება ქართული სამედიცინო სექტორის მხარდაჭერაა, რაც თავისთავად გულისხმობს როგორც ინოვაციურ და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებზე წვდომას, ასევე ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. დღეს 400-ზე მეტი დარგის სპეციალისტი იყრის თავს ამ პლატფორმის გარშემო და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება ქართულ სამედიცინო სექტორზე. კონგრესზე თანამედროვე ქირურგიის, რადიოლოგიის, ანესთეზიის და რეანიმაციის უახლესი მიღწევები განიხილეს. თუმცა წლევანდელი ფორუმის მთავარი და ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა ტელერობოტული ქირურგიული ჩარევა გახდა. ქართული მედიცინის ისტორიაში პირველად ქირურგმა ანზორ კვაშილავამ ბათუმიდან 4000 კილომეტრის დაშორებით ინდოეთში მყოფ პაციენტს საზარდულის თიაქარპლასტიკის ოპერაცია დისტანციურად რობოტის მეშვეობით ჩაუტარა. რობოტული ქირურგიის ერთ-ერთი შესაძლებლობაა ტელექირურგია, ანუ დისტანციურად ოპერაციების კეთება. აღსანიშნავია, რომ ტელექირურგია განხორციელებულია ჩინეთიდან საქართველოში მარდალეიშვილის ცენტრის მიერ და გუშინ განხორციელებულია პირველად საქართველოდან უცხოეთში, ინდოეთში ანზორ კვაშილავას მიერ, რაც მიგვაჩნია, რომ რობოტული ქირურგიის განვითარების ეტაპები მოდის უკვე და მე ვთვლი, რომ ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი რეგიონისთვის. და საერთოდ როგორც მესიჯი მინდა თქვა ქართველი მოსახლეობისთვის, რომ რობოტული ქირურგია, ყოველ შემთხვევაში ჩემს კლინიკაზე მე ვარ პასუხისმგებელი და როგორც ხედავთ, ბევრი კლინიკაში იწყებს განვითარებას და ვითარდება. მე ვფიქრობ, რომ რობოტული ქირურგიისთვის არ არის საჭირო უცხოეთში სიარული. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან აქამდე ტელექირურგიის მაგალითები საქართველოში მხოლოდ უცხოეთიდან მართვით შემოიფარგლებოდა. ქვეყნიდან გარეთ ორმაგი რობოტის ჩარევით მსგავსი მასშტაბის მანიპულაცია პირველად განხორციელდა. განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ეს დღევანდელი კონფერენცია, ვინაიდანაც მაღალტექნოლოგიური და აერთიანებს აკადემიურ და მაღალტექნოლოგიურ მიღწევებს ქირურგიაში და სხვა სფეროებში. კერძოდ დღეს დილიდანვე უკვე კონფერენციის დასაწყისიდანვე წარმოდგენილი იყო რობოტული ტექნიკით შესრულებული ოპერაცია, რომელიც აქედან შესრულდა 4000 კილომეტრზე ინდოეთში იყო პაციენტი და გაუკეთდა მას რობოტი კონსოლი აქ დგას ქირურგიული ჩარევა. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რობოტულ ქირურგიას საქართველოში დიდი მომავალი აქვს. აჭარის რეგიონში ეს მიმართულება სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს. ეს არის უნიკალური პლატფორმა სამეცნიერო ცოდნის და მსოფლიო გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარების, აჭარის რეგიონის ექიმებისთვის ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის ზრდის. რაც შეეხება რობოტულ ქირურგიას, ეს არის ახალი ხმა მოგეხსენებათ. ჩვენ 2 წელზე მეტია უკვე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ონკოქირურგიის მიმართულებით ვაფინანსებთ რობოტულ ქირურგიას. რა თქმა უნდა, ეს ხაზი კვლავაც შენარჩუნდება და მომავალ პერიოდში სამედიცინო სერვისის მიმწოდებელთა რაოდენობაც იმატებს. ჩვენ მივესალმებით და მადლობას გადავხდით ორგანიზატორებს ამ კონფერენციისთვის. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა პაციენტებს აძლევს მთავარ გზავნილს. ურთულესი და მაღალტექნოლოგიური ოპერაციების გაკეთება უკვე საქართველოში შესაძლებელია. ტელექირურგიის განვითარება საქართველოში დიდი ხანია ამის მაგალითები გვაქვს, თუმცა საქართველოდან ქვეყნის გარეთ მანიპულაციის, ოპერაციის ან ჩარევის თუნდაც სეგმენტის განხორციელება ჯერ არ განხორციელდა. შესაბამისად, ეს იყო პირველი ნაბიჯი, როდესაც საქართველოდან სხვა ქვეყნის ასე ვთქვათ, მულ წყვილ რობოტის ჩარევა
ჩარევით განხორციელდა ქირურგიული ოპერაცია, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ბათუმის საერთაშორისო კონგრესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული მედიცინა გლობალური ტექნოლოგიური რევოლუციის ნაწილია. პლატფორმა თბილისი მედიკისთვის კი წელსაც ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტორის მხარდაჭერა და უწყვეტი პროფესიული განათლების ხელშეწყობა. რა მნიშვნელობა აქვს ამ მიღწევას საქართველოსთვის? როგორ ვითარდება ქვეყანაში რობოტული ქირურგია და რა პერსპექტივებს უხსნის ეს როგორც ექიმებს, ისე პაციენტებს? ამ თემაზე დღეს ჩვენ სტუმრებთან, ან კონფერენციის ორგანიზატორებთან, ანზორ კვაშილავასთან და ირაკლი თორთლაძესთან ერთად ვისაუბრებთ. და რასაკვირველია, თემის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთან ერთად გადაცემის ამ ნაწილს არსენ სეფისკვერეძე გაუძღვება. ნინი, როგორც ახსენე, კონფერენციის მთავარი თემა ტელერობოტული ქირურგიული ოპერაცია იყო, თუმცა სანამ უშუალოდ ამ თემაზე გადავალთ, ბატონ ვანზორ, რა არის თქვენი ასოციაციის მთავარი მიზანი და საერთოდაც რატომ შეიქმნა ეს პლატფორმა? მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. GLS-ას ისტორია იწყება იმ დღიდან, ანუ 2024 წლიდან, როდესაც ჩვენმა მასწავლებელმა და აღზრდელმა პროფესორ გიორგი გიორგობიანმა ჩაატარა ევროპის ქირურგთა საზოგადოების კონგრესი. აი ამ კონგრესმა დაგვანახა, რომ საჭირო იყო რაღაც მსგავსის შექმნა, პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა იმ მიმართულებებს, რომელსაც ახლა GLS აერთიანებს. ეს მიმართულებები გახლავთ ქირურგია, ქირურგიის ყველა მიმართულება და ლაპაროსკოპიული ქირურგია, რობოტული ქირურგია, ტრანსპლანტაცია, ბარიატრიული ქირურგია და სხვა ქირურგიები, ასევე რადიოლოგია, რომელსაც ამ ასოციაციაში ბატონი ირაკლი თორთლაძე ხელმძღვანელობს და ამავდროულად GLS-ა აერთიანებს პაციენტის ინტენსიურ მოვლას, რომელშიც იგულისხმება ანესთეზიური და რეანიმატოლოგიური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენს ასოციაციაში ხელმძღვანელობს ასისტენტ პროფესორი ქალბატონი მარიამ ლაბუჩიძე. იცით რა, მინდა კითხოთ, ჩვენ შესავალში ვახსენეთ, რომ კონფერენციის მთავარი თემა იყო ინდოეთში ჩატარებული ტელერობოტული ქირურგია. საერთოდ რომ მოგვიყვეთ მაყურებელს, რომ ეს დეთ ვერ ერკვევა ამ სფეროში, რას ნიშნავს და რა მნიშვნელობის არის ეს პროექტი? საქართველოში პირველი რობოტული ქირურგია შესრულდა პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის მიერ, მისივე დაარსებულ რობოტული ქირურგიის ცენტრში, რომელიც პირველი იყო საქართველოში და მთელი კავკასიის მასშტაბით. შემდგომში ეს ქირურგიული ჩარევები და რობოტული ქირურგია განვითარდა პროფესორ მარდალეიშვილის ცენტრში, სადაც ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთიდან მათ ცენტრში ბატონი ემზარ ნადირაძის მიერ შესრულდა ოპერაციული ჩარევა, რაც შეეხება ჩვენს მიერ ჩატარებულ ტელერობოტულ ქირურგიას, ეს ნამდვილად პირველი кейსი არის, ხას უსვამს საქართველოდან სხვა ქვეყანაში დისტანციურად, დაახლოებით ეს არის 4000 კილომეტრის მანძილზე საქართველოს ტერიტორიიდან ინდოეთში ჩატარდა ტელერობოტული ქირურგია. ჩარევა კონკრეტულად საზარდულის თიაქარ-პლასტიკა გაკეთდა. მინდა მოგახსენოთ, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს 24 საათში გაეწერა სახლში კლინიკიდან. ზადების პროცესი როგორია ამ ყველაფრისთვის? დიდი დრო დაგჭირდა ამ ყველაფრის მოსამზადებლად. მე პირადად 2018 წლიდან ვარ ჩართული რობოტულ ქირურგიაში. პირველად 2018 წელს გავიარე ამის სამთვიანი გადამზადების კურსი და ამის შემდგომ ყოველთვის მინდოდა, რომ რაღაც ნაწილში ყოფილიყავი ჩართული ჩვენს ქვეყანაში ამ რობოტული ქირურგიის კუთხით. ძალიან მიხარია, რომ ეს გაკეთდა ჩვენს პლატფორმაზე და ხას უსვამ კიდევ ერთხელ, რომ ეს გაკეთდა საკონფერენციო დარბაზიდან ინდოეთში საოპერაციო დარბაზში. საზარდულის თიაქარ-პლასტიკა ახსენეთ, ეს ოპერაცია ტექნიკური თვალსაზრისით როგორ შესრულდა? უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი, ასეთ დროს თუნდაც ინტერნეტ კავშირი, თუნდაც ადგილზე მედიკოსების არსებობა და ასე შემდგომ. ამ დეტალებზე რომ უფრო მეტი ვისაუბროთ. კი ბატონო, მე როგორც მოგახსენეთ, ეს არ არის მარტივი დასაორგანიზებელი და აქვე შემდგომში რო არ გამომრჩეს, მადლობა მინდა გადაუხადო იმ ოფიციალურ წარმომადგენელს, რომელიც ამ კონკრეტული რობოტული სისტემის ოფიციალური წარმომადგენელია, ეს არის Media International Medical Association, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო ჩართული აი ამ ტელერობოტული ქირურგიის ორგანიზებაში და ასევე საქართველოს გრიგოლ მუხაძის ქირურგთა ასოციაციას მისი პრეზიდენტის სახით ბატონი
დავით ჯიქიას სახით, რომელიც თავიდან ბოლომდე პირადად იყო ჩართული ამის ორგანიზებაში. რაც შეეხება თვითონ ორგანიზებას, როგორც იცით, კონსოლი ან მართვის პულტი ამ რობოტის იყო ჩვენთან ბათუმში და თვითონ რობოტის დანარჩენი ნაწილი იმყოფებოდა პაციენტთან ინდოეთში საოპერაციო დარბაზში. მოხდა ამის მართვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან, როგორც მოგახსენეთ, ყველაფერმა ჩაიარა ძალიან კარგად. იმაზე უკეთესად ჩაიარა, ვიდრე ველოდით, სიმართლე თუ გინდათ გითხრათ რა. ხშირი, მე აი ეს კითხვა გამიჩნდა, რომ რამდენად ხშირი არის რობოტული ქირურგია მსოფლიოში და საქართველოში რომ ჩატარდა, რა ადგილი დაიკავა ამ ყველაფერმა მსოფლიო რუკაზე. ძალიან კარგი შეკითხვაა, ახლა მოგახსენებთ, მე გამომრჩა კიდევ ერთი, რომ ამ ჩვენი კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა პირველი ტელერობოტული ტრენინგი, რომელიც ნამდვილად არ ჩატარებულა და 60-ზე მეტ მონაწილეს კონფერენციაში, ვინც მონაწილეობდა, მიეცა საშუალება თვითონ გაესინჯა ეს რობოტი როგორ მუშაობს. მსოფლიოში რობოტული ქირურგია უკვე ძალიან დიდი ხანია განვითარებულია, ეს აღარ არის მომავალი, ეს დღევანდელი დღეა და საქართველოშიც მინდა მოგახსენოთ, რომ საკმაოდ განვითარებულია. ბატონო ირაკლი, თქვენთან გავაგრძელებთ. თქვენი ასოციაციის მიერ უკვე მესამედ ჩატარდა ბათუმში კონგრესი, თუმცა წელს განსაკუთრებით უფრო მეტი ექიმი და ქვეყანა მონაწილეობდა, როგორ ახერხებთ ამ ადამიანების და ამ ქვეყნების დაინტერესებას? ეს კონფერენცია იქცა ერთ ორგანიზმად, ჩართულია მთელი სამედიცინო საზოგადოება, 10-ზე მეტი სამედიცინო ასოციაციის თანაორგანიზებით კეთდება, ერთ ჯგუფად ვართ გაერთიანებულნი და ვცდილობთ, რომ ჩვენი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან მოვიწვიოთ და როგორც პირადი, ასე ვთქვათ, კონტაქტებით, ასევე მაქსიმალურად თანამედროვე მედიცინაში მიღწევების კუთხით მოვიპატიჟოთ სტუმრები და გავეცნოთ სიახლეებს, რაც არსებობს ამ დარგში. მინდა ასევე დავაზუსტო, რომ ის მთავარი ნაწილი, რაც კონფერენციის იდეაა და შექმნის იდეად იყო ეს, რომ პერიოპერაციული მართვის ნაწილში ქირურგიასთან ერთად შემოგვეკრიბა მედიცინის სხვა მიმართულებები, როგორც ბატონ მანზურმა აღნიშნა, ეს არის რადიოლოგია, ინტენსიური თერაპია, ასევე ვისაუბრებდი ნეიროქირურგიაზე, ინტერვენციულ манипуляციებზე. ეს აძლევს თითოეულ მონაწილეს დელეგატს აძლევს საშუალებას, რომ წაიღოს ამ კონფერენციიდან კონკრეტული მესიჯები, გაიმარტივოს პაციენტთან სამუშაო გეგმა, გაიმარტივოს თავისი ყოველდღიურობა და პირიქით სიახლეებს ჩაეჭიდოს და უფრო მეტიც თავისი საიდუმლო, თავისი ყოველდღიურობა გამოიტანოს ჩვენთან და გულახდილად ვისაუბროთ, რადგან ეს არის ოჯახი და იყო ჯერსას კონფერენციის მონაწილე ნიშნავს, რომ აიღო პასუხისმგებლობა და ამ გუნდის ღირსეული წევრი იყო. აი თქვენ ახსენეთ, რომ ბევრი მიმართულება არის გარდა რობოტული ქირურგიის ახო კონფერენციაზე. აი წელს თუ დააკვირდით, ან თუ შეამჩნიათ, რითი დაინტერესდნენ ყველაზე მეტად გარდა იმ ქირურგიასთან, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. უნდა აღნიშნოს რადიოლოგიური სფეროს განვითარება. რადიოლოგია ახალგაზრდა, მაგრამ პერსპექტიულად განვითარებადი დარგია. 1895 წელს ასე ვთქვათ, გამოიგონეს იქ სხივები, რომელიც დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მაღალ ტექნოლოგიურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, წარმოჩინდეს რადიოლოგიურ ნაწილში მიღწევები, რაც გვაქვს განსაკუთრებულად აქცენტირებულია ჩვენი კონფერენციის დროს, ინტერვენციული манипуляციები, მინიინვაზიური ჩარევები. ამ დარგის ექსპერტები, როგორც საქართველოსდან, ასევე მომიჯნავე, ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის განსაკუთრებით მინდა აღნიშნოთ თურქეთიდან. რატომ თურქეთი? იმიტომ რომ 20-ზე მეტი წარმატებული ექიმი იყო ჩართული, მათი მიღწევები და მათი მიგნებები თანამედროვე მედიცინის სეგმენტში იყო წარმოჩენილი ნათლად და უნდა აღნიშნოს, რომ ის პლატფორმა, რაც ჩვენ შევქმნით, რომ კონკრეტულად მასტერკლასების ნაწილში უნარები გაიუმჯობესონ. ეს იქნება ულტრაბგერბელასთან ურთიერთობის ნაწილში, ეს იქნება პაციენტის სამუშაო პროტოკოლებთან ნაწილში. გახდა, ასე ვთქვათ, მესიჯივით ყველას მიაქვს ჩვენგან სამუშაო გეგმა. რა არის ჩვენი იდეა ყოველთვის, რომ მოხსენებების შემდგომ სპიკერებს აქვს გამოტანილი ბოლო სლაიდზე რა უნდა წავიღოს სამუშაო გეგმად. ეს უმნიშვნელოვანესია დღევანდელ დღეს, როდესაც ტექნოლოგიური განვითარება ესეთი მძლავრია, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ქირურგიაში, ასევე რადიოლოგიაში სწორად გამოვიყენოთ. ვსაუბრობთ მაღალ ტექნოლოგიურ აპარატურაზე, ამავდროულად ჩვენ ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე. სწორად გამოვიყენოთ, რადგან პირველ რიგში სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს უსაფრთხო. და შემდეგ გადავდივართ, ეს ეფექტიანი იქნება თუ პაციენტზე ორიენტირებული თუ სამართლიანი. ამიტომ შესაბამისად შეიქმნას ერთი ჯაჭვი, სადაც ჩვენ ყველანი ვისაუბრებთ პაციენტზე და კონცენტრირებული ვიქნებით, რომ
პირნათლად ვიმუშაოთ და მარტივად ვიმუშაოთ და გამოვიყენოთ ის ხელოვნური ინტელექტის მიღწევები იქნება თუ მაღალტექნოლოგიური განვითარება მედიცინაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში ამ ოჯახმა სწორედაც ესეთი საზოგადოება შეკრა ერთ მუშტად. ამ კონტექსტში მინდა გითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ქირურგიისთვის უწყვეტი განათლება, რადგან როგორც თქვენ ახსენეთ, თუნდაც ამ კონგრესზე უამრავი პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა ექიმებისთვის. მადლობა შეკითხვისათვის. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ჩვენს კონფერენციას წელს საერთაშორისო აკრედიტაცია ჰქონდა, ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ დელეგატები, რადგან მათ შეიძლება გარკვეულწილად კრედიტქულების ინტერესიც ჰქონდათ, მოდი ესე ვთქვათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ კონფერენციის ნაწილში ჩვენ შევძელით დაგვეჯგუფებინა სესიები სპეციალურად ქირურგია, დიაგნოსტიკის ნაწილი, ქირურგია და პერიოპერაციული მართვა, ანუ შემდგომ ინტენსიური თერაპია. შესაბამისად, ეს არის სამზარეულო სამედიცინო სექტორში მოღვაწეებმა, ვიცით რომ ჩვენ ეს კლინიკის შიდა სამზარეულოა გადატანილი აუდიტორიაში და სასწავლო ნაწილად გვექცა. თუ რა კითხვა გვაქვს ჩვენ კონკრეტულად ამ პაციენტის დიაგნოსტიკის ნაწილში ვეკითხებით იქვე მყოფ რადიოლოგს, სპიკერ რადიოლოგს. შესაბამისად, ეს პლატფორმა გახდა უნარების გაუმჯობესებისათვის. რა არის უწყვეტი სამედიცინო განათლება? ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ექიმებს გვჭირდება მუდმივად ამ სიახლეების გაცნობა, იმიტომ რომ იმდენად სწრაფად ვითარდება მედიცინა, რომ ვალდებულნი ვართ მაქსიმალურად სწრაფად ავითვისოთ თანამედროვე მიღწევები, ხედვები და ინოვაციები. მადლობა. შემაჯამებელ კითხვებზე გადმოვალ, თქვენთან მაქვს ესეთი შეკითხვა, რომ საქართველოს როდის შეძლებს, რომ სრულად აითვისოს რობოტული ქირურგია და გახდეს ძალიან აქტიური ამ მეთოდის გამოყენების, ასე ვთქვათ და ერთ კითხვას დავამატებ, პაციენტებისთვის რას თვლის ეს ყველაფერი? ბევრ სამედიცინო ცენტრს აქვს უკვე შეძენილი და ეს გამოიწვევს უკვე კონკურენციას და კონკურენცია უკვე მოგწევს ხარისხს. რაც შეეხება პაციენტისთვის თუ რას ცვლის რობოტული ქირურგია. ეს უკვე დამტკიცებულია და აღარავინ აღარ დაობს, რომ რობოტული ქირურგია არის უფრო მეტად დამზოგველი, ნაკლებად სისხლდენია ოპერაცია, შესაბამისად რეაბილიტაციის პერიოდი უფრო ხანმოკლეა და შედეგებიც შესაბამისად უკეთესი არის რობოტული ქირურგიის შემდგომ. აქ აღარ არის უკვე ღია წესთან შედარებაზე საუბარი, უკვე რობოტი და ლაპაროსკოპია რო შედარდეს ერთმანეთთან, ლაპაროსკოპიასთან ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, როგორც ინტრაოპერაციულ მომენტში ერგონომიულობის მხრივ, ასევე მისადგომობის მხრივ, რთული ოპერაციების გაკეთების მხრივ, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში ძალიან დიდი უპირატესობით სარგებლობს. ბატონო მანზორ, ბატონო ირაკლი, თქვენთან ორივესთან მექნება ეს კითხვა. რა არის ის მთავარი გზავნილი, რაც ქართულ მედიცინას თქვენმა კონგრესმა მოუტანა? ალბათ ეს არის პირველ რიგში პასუხისმგებლობა. თითეული ჩვენთაგანი მივდივართ იქ იმ ასე ვთქვათ, мотивაციით, რომ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და წამოვიღოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია ჩვენი ყოველდღიურობისათვის. დასამატებელია ისიც, რომ ჩვენს პროფესორ მასწავლებლებთან ერთად აქ არის ცალკე სესია სტუდენტებისთვის, მომავალი თაობისთვის. მესიჯები მიაქვთ მათაც, თუ როგორ უნდა განვითარდეს და ვიღებთ ჩვენ თითოეულ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ ასე ვთქვათ, ფორუმში მიიღოს თავისი წვლილი, ჩაერთოს და ერთად მაქსიმალურად ღიად შევეცადოთ, რომ შევქმნათ ისეთი საზოგადოებრივი კავშირი, ესე ვთქვათ, ისეთი ერთობა, რომელიც ერთობაც გაგვიყვანს სწორგზაზე და ქართულ მედიცინას დასვავს იქ, სადაც არის ჩვენი ადგილი. ეს არის პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მსახურების უმაღლესი ხარისხი და ძალიან საამაყოა, რომ სწორედაც რომ ჩვენს ქვეყანაში არის ისეთი სამედიცინო მსახურება დღეს, მათ შორის რობოტულ ნაწილში, მათ შორის დიაგნოსტიკის ნაწილში, მკურნალობის ნაწილში, რომელიც ფიქრობ, რომ ძალიან საამაყოა. ბატონმა ირაკლიმ იმდენად ამომწურავად ისაუბრა გზავნილებზე, რომ ვერაფერს დავამატებ, ამიტომ მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ კონფერენციაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენ სპონსორებს, რამე თუ მათ გარეშე უბრალოდ შეუძლებელი არის რაიმე ხარისხიანი კონფერენციის ჩატარება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. თითოეულ ადამიანს, თითოეულ პროფესორ მასწავლებელს, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გადაგიხდით მადლობას ჩვენთან სტუმრობისთვის. იმედი გვაქვს, რომ რაც ახსენეთ და რა მიზნებით დაისახეთ, პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის განვითარებას თქვენ კი შეძლებთ და რაც მომავალი ეჩვენებათ სხვებს, მალე აწყო გახდება მედიცინისთვის. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმრები.